საქართველოში ეკონომიკური აქტივობის შენელებაზე საუბრობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. გიორგი ქადაგიძე აცხადებს, რომ ამ პროცესის საპასუხოდ ბანკმა უკვე მიმართა გარკვეულ ზომებს და განმარტავს, რომ ეკონომიკური აქტივობის შენელება შესაძლოა სეზონური იყოს და წლის დასაწყისთან იყოს დაკავშირებული. თუმცა არ გამორიცხავს, რომ პრობლემას უფრო სერიოზული მიზეზებიც ჰქონდეს. ფინანსური მონაცემებით შეინიშნება ეკონომიკური აქტივობის შენელება მოთხოვნის მხრიდან. ამის პასუხად ჩვენ დავიწყეთ პოლიტიკის შერბილება და როგორც მოგეხსენებათ, ბოლო გადაწყვეტილებით შევამცირეთ რეფინანსირების განაკვეთი. ზოგადად მინდა აღვნიშნო აქვე, რომ იანვარი არის ეკონომიკურად პასიური თვე, ამიტომ ჩვენ მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში მომდევნო 2-3 თვე იქნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გამოვიტანოთ დასკვნები და სწორი ანალიზი გავაკეთოთ. საქმე გვაქვს ფუნდამენტურ მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე, თუ ვითარება არის დროებითი სეზონური, რომელიც ახასიათებს ხოლმე ამ პერიოდს. ეს კომენტარი გიორგი ქადაგიძემ მოლდოვის ეროვნული ბანკის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მოლდოვალ კოლეგებს საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელებმა გატარებული რეფორმები და ბოლო დროს განხორციელებული პროექტები გააცნეს. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა იმ კონტექსტში, რომ ჩვენ ქვეყნებს აქვთ დაახლოებით ერთნაირი ეკონომიკური გამოწვევები, ამიტომ ურთიერთგამოცდილების გაცვლა, გატარებული რეფორმების შესახებ ინფორმაციის გაცვლა, მიღწევების შესახებ ინფორმაციის გაცვლა არის ჩემი აზრით აუცილებელი წინაპირობა ჩვენი განვითარების. ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნულ ბანკმა ძალიან სერიოზული რეფორმები გაატარა. აქ გამართულ შეხვედრაზე ვიმსჯელეთ, თუ როგორ მუშაობს ქვეყანაში ეროვნული ბანკი და ფინანსური სისტემა. ვაპირებთ, რომ თქვენი გამოცდილება მოლდოვაშიც გავიზიაროთ. ვიმედოვნებთ, ეს რეფორმები დაეხმარება საქართველოს ეროვნულ ბანკს მიზნების მიღწევასა და ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაში.